რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემა. გამარჯობა. ვაშა გადაცემა ისევ თქვენთან არის. ისევ თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. ყველაზე მეტად მეშინია კოდს არ დავამსგავს, მაგრამ ამ ერთხელ უნდა მაპატიოთ. საკუთარი ნათქვამის ციტირება მომიწევს ბორის ივანაშვილივით. საქმეს დაჭირდა რა ვქნა. ორი კვირის წინ პოდკასტში ვამბობდი, ვერ მოასწრებენ კასპელი პროჭორულელები სოფელ ზემო ჩოჩეთში სასაფლაოზე ორი ტუალეტის აშენებას დათმობადაში მეთქი და ისე დაელიოს იმ კაცს მთელი თავისი მილიარდები როგორც მართალი აღმოჩნდა. ვერ მოასწრეს. სოფელ ზემო ჩოჩეთის სასაფლაოზე ორი საპირფარეშოს აშენება გადაიდო. შესაბამისად გადაიდო საზეიმო გახსნაცა და ექსპლუატაციაში მიღებაც. ანუ მოთმენა მოგიზებთ სახლამდე ან ჩქებამდე. ერთი მხრივ კოდს სხვა რა უქნია დროულად ეს რომ ეკნა. მეორე მხრივ კი თითქოს ტუალეტის მშენებლობას რაღა უნდა. ამოთხარე 40 დაადგეს 4 კედელი, იმ 4 კედელს დაადგეს სახურავი და ეგაა. ხო და აი ეგ პირველი დავიწყდათ. 40. როგორც ჭეშმარიტმა კოცებმა უკუღმა დაიწყეს. ტუალეტები დაადგეს, სატესტო დეფეკაციისთვის შევიდნენ და უი ბატონობიძინა აქ სად უნდა ვქნათო? 40 არ არის. ორი კვირის წინ რომ გაჩვენეთ ფოტოები, იმ ფოტოებზე ეგ მოსალოდნელი კატასტროფა უკვე ჩანდა. იატაკი იყო დასხმული, კაისქელი ბეტონი იყო, ბლოკებით ამოყვანილი იყო 4 კედელი, ედგა სახურავი, მაგრამ არ ქონა ნახვით. მე ალბათ იცოცხლე მოუწიათ იმ ბეტონის იატაკის მტრევა პნევმატური ჩაკუჭით, მილების ჩაყრა, იმ სიფონის ჩადგმა, ჩაცემენტება, ახალ ფოტოებზე რო ჩანს. მე სადამ ეს ყველაფერი გაშრა, გაჯდა, მოკლედ გაწამდა ხალხი და დაიკარგა ძვირფასი დრო. იქნებ არც დაიჯეროთ, მაგრამ კასპის მერმა, აი ამაგდარმა კაცმა, კასპი რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს გადაარჩინა. დაიკრძალოს ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენ რაიონში. უნდა აიკრძალოს ერთსქესიან ოჯახებში ბავშვის საყვარი. დარწმუნებული ვარ, კასპის მოსახლეობა დაუდგება ქართულ ოცნებას გვერდში. ხომ გახსოვდათ ონი ვახტანგი? ხო და აი, მაგან საგანგებო თათბირი მოიწვია. არ ხუმრობ. თათბირს ესწრებოდნენ თავად ბატონიმერი ვახტანგ მაისურაძე, სამშენებლო კომპანია თეძამი 2016-ის წარმომადგენლები, საპირფარეშოების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტები და სხვა პასუხისმგებელი პირები. სამშენებლო კომპანიას მკაცრად მიეთითა, რომ პროექტის ღირებულება 11927 ლარია. მათ კი სულ 5660 ლარის სამუშაო შეასრულეს, ანუ ნახევარზე ოდნავ მეტი. კომპანიას დაევალა საპირფარეშოს მშენებლობის დასრულება. მაგრამ 31 ივლისის შემდეგ მოუწევს ყოველ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა. დღეში 11 ლარისა და 9 თეთრის. ხომ ესმის დიდი იმედგაცრუება, როცა ელოდები დიდ ზეიმს და ვიღაც ჩაგიჯვამს. არა, ფაქტიურად ვეღარც კი ჩაგიჯვამს. ნუ როგორცა. მოკლედ არ შედგა ეს ზეიმი. ამ საწყალმა მერმაც ისე რაკნას, რამდენ საქმეს ეყოს ეს სწორ სქესობრივ პოზიციებზე დგომი ერთი კაცი. აქეთ კასპილგეებს დაძდევს, რომ ყველანი არ გააპერასტონ, იქეთ კონცერტებს აწყობს ჰეტეროსექსუალიზმის დღესასწაულებს. გაიგებდით, კასპში საოცარი კონცერტი ჩატარდა, თვით მასტერმა იმღერა და კიდევ სხვებმა, ასეთივე საიმედო ხალხმა. ხო და ჩვენი ტუალეტების ამბავი როგორ გაიქნება ახლა? აშენდება. არ ვიცით როდის, მაგრამ აშენდება. ეგ ხომ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა, თვით პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით გამოყოფილი ფულით. თანაც როგორი აქტუალურია, ერთის ნაცვლად რომ ორს დგამენ. სოფლის სასაფლაოზე, სადაც 400 კაცი ცხოვრობს, ცალკე კაცი ჭირის უფლის ტუალეტი იქნება, ცალკე ქალი ჭირის უფლისა. 100-ია საჭირო. ერთ ნახრეთში ვერ იზამენ. მე გთხოვთ, რომ ამ პოდკასტის კომენტარებში ყველამ თითო გული დაუწერო და მადლობა უთხრათ ბატონ ვახტანგ მაისურაძეს, ქართული ჰეტეროსექსუალიზმის ამაგდარს. მადლობა, რომ ასეთ მაღალ პასუხისმგებლობას იჩენთ საქვეყნო საქმის კეთებისას და მოსახლეობას მუდმივად აბარებთ ანგარიშს ყოველი დახარჯული თეთრისთვის. იცოდეთ, რომ მთელი საქართველო გიჭერთ მხარს ამ საშვილიშვილო საქმეში, ტუალეტების მშენებლობაში. თვით რადიკალური ოპოზიციაც კი მაგათაც ხო უნდა მოისაქმნოს სადმე. იმათ კი, ვისაც გაუკვირდა, საიდან ვიცოდი წინასწარ საქმის ასეთი შემოbrunების შესახებ, როცა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ შემოუკარი განგაში ზარები ვერ მოესწრება ზემო ჩოჩეთში სასაფლაოზე ტუალეტების მშენებლობა მეთქი. აი, იმათ ვინც ფიქრობს, რომ მესამე თვალი მაქვს ან მომავალში ვიყურები. ამათ ყველას ერთად პასუხობ. ტუალეტებს როცა აშენებ ბიძია, მომავალში კი არა, აჭკოში უნდა იყურო. ეგ მაინც არ გეშლებოდა პროჭორულელებს აქამდე და მაგაშიც დაგიკარგავთ კვალიფიკაცია. უყურა კარლო კახაკალაძემ როგორ წვალობს კასპის საწყალი მერი გენდერული ნიშნით ტუალეტების მშენებლობაზე, რამდენი სირთულე ხვდება. მერე იფიქრა და გენიალურ გადაწყვეტილებას მიაგნო.
თბილისის საკრებულოში იგივე პრობლემა რომ არ დაუდგეს და გენდერული ნიშნით დაყოფილი ტუალეტები არ გაუხდეს მერე მოსავლელი, მაგენტერს სულ გააუქმებს. თელს გენდერს გააუქმებს. უჭირს ეთყობა კოდს ტუალეტების ნიშნების გარჩევა. არ იცის რომელ კარს ეცეს და განსაკუთრებით უჭირს, როცა უჭირს. ამიტომ ამ ნიშანს სულ გააუქმებს და დატოვებს მხოლოდ აი ამას. როგორ უმარტივესად. საკრებულოს პროჭორილელთა კანდიდატებად კალაძემ 25 კაციდან 25 კაცი წარადგინა. 25 მამრი და არც ერთი ქალი, არც ერთი. წამლადაც კი, თვალს რომ წყალი დაალევინო, წაეკეკლუცო, ეფლირტაო, არა, მორჩა ეგამბა. იქნებიან მხოლოდ მამრები და სხვა არავინ. ქალს რა უნდა საკრებულოში? ქალი ვიცი ჩვენ კუხნაში, ქმარსა და ბავშვებს აჭამოს, ასვას, დაარეცხოს, დააუთოოს, დაალაგოს, დააკრიალდოს, დააწიკწიკოს, კალდუშები გააპრიალოს. ამებს რომ მოითავებს კი საყვარელ მეუღლესა და მარჩენალს ნიჩ შეწაუკითხოს. მოკლე ამონარიდები, ძირთად ნაწილები. ხმამაღლა და გარკვევით ოღონდ. ხოლო თუ მაინც და მაინც მუშაობის გარეშე ვერძელებს ახლა და ანაბუძით ფსიხ, შეუძლია მოცალეობის ჟამს კუბოებით ალოს, ვარდისფრად ღებოს და ჭერში აწყოს. რაიცი ამ ქმრის ხელში როდის დაგჭირდება? არა გახი. ქვეყნის შემხედვარედ დარდი და ვარამი რომ მიპყრობს ხოლმე, ერთი გამოსავალი მაქვს ყოველთვის და ყოველთვის მშველის. ვკითხულობ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ ცნობებს. უებარი თერაპია თქვენც გირჩევთ. აი, ეგრევე გამოყავ დეპრესიიდან. ისეთი კარგი ამბები ხდება ჩვენს თავს თურმე და კი არ ვიცით. ამიტომ ვერ ტყვებით ცხოვრებით. ბოლო შემოტევისას ამ ინფორმაციამ მიშველა. საქართველოსდან კარტოფილის ექსპორტი 30 ჯერ გაიზარდა. განახუმრობა საქმეა 30 ჯერ. 2025 წლის პირველ ნახევარში 80,000 ტონა კარტოფილის ექსპორტიდან ქვეყანაში 25 მილიონი შემოვიდა. დიდებულია. ყველაზე მეტად კი იმან გამახარა, რომ ამ 80,000-დან 50-ის მყიდველი რუსეთია. სულ იმას გაუზიდია. ალბათ შეასრულა იმ ბრძენმა კაცმა ჯერ კიდევ 2011 წელს მოცემული პირობა და როგორც იქნა გაახარა კარტოფილის ელიტური ჯიშის თესლი. ეხლა მხოლოდ ამიტომ მივეცი მაშინ ხმა. მაგრამ ასეც არ იყოს და ეს საექსპორტო კარტოფილი ჩვეულებრივი არაელიტური ჯიშის თესლიდან იყოს გაზრდილი, მაინც მაგარია. დავჯექ იმედს და ერბოს ქილის მპოვნელი გლახასავით ოცნებას მივეცი თავი. რუსი თუ ჩვენგან კარტოფილს ყიდულობს, ესე იგი შედგა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. რუს კარტოშკა თუ მიყიდე ჩათვალე ხვალ იაპონელები იყიდიან ქუთაისის ავტოქარხნის მანქანებს. ტაივანელები მასიურად დაიწყებენ ლაგოდეხში აწყობილი კომპიუტერების იმპორტს. ფრანგები დახარბდებიან ხულუსტყის ტრიუფელს. ირლანდიელები შეუკვეთენ სადმე ფოცხოვეწერში დაყენებულ ვისკის. ფორმულა 1-ის ჩემპიონატს სამტრედია გრიგოლეთის დაუმთავრებელ გზაზე გადმოიტანენ. სომხები შალახოს აღიარებენ ქართულად, აზერბაიჯანელები ტოლმას. სტამბოლის აეროპორტი კი გაკოტრდება ლენტეხის საერთაშორისო ჰაბთან კონკურენციით და დაიხურება. მოკლედ, სუპერ სახელმწიფო ხვდებით ხალხო. ეგ ყველაფერი რომ მართლა ეგრე იყოს და სტატისტიკა რომ მართლა ქართული მეკარტოფილეობის რენესანს აღწერდეს. მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამის ნიშანია. რუს რომ შენგან გაუხდება საყიდელი კარტოფილი, ნიშნავს რომ მართლა მოხნული აქვს პატრონი და სვებედი. მინდორველიც, მაგრამ მოსავალი არ არის. და რომ რუსეთში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია. რაც თავისთავად საქართველოს წარმატებაცაა. ავსტრალიისაც, ბრაზილიისაც, გვინეა-ბისაუსაც, ურუგვაისაც და პარაგვაისაც. და იმ უცნობი ცივილიზაციისაც ვოიაჯერი რომ დაიჭირა კოსმოსში ამას წინ და მას შემდეგ ჩაკრულოს რომ უსმენს სულ მუდმივი გადახვევით, თან ემოციების მოძალებით, ღაპაყუპით მოსდის ცრემლი 7-ვე თვალიდან. მოკლედ, კაი ამბავია. რაც უარესი რუსეთისთვის, მით უკეთესი ყველასთვის. მით მალე დამთავრდება ომი უკრაინაში, მით მალე დაეხსნება ეს ჯოჯო კაცობრიობას და იქნებ ქოციწოდეს მე მიხვდეს რომ სხვა გზა, სხვა კვალი და პატრონი უნდა ეძებოს. ალბათ თქვენ საკვირდებით რომ ყველა სხვადასხვანაირად აღნიშნავს ომის დაწყებას. პროჭორილელები მკაცრად 8 აგვისტოს აღნიშნავენ და ხაზს უსვამენ რომ საწყალი რუსი იძულებული გახდა ეპასუხა ქართველების პროვოკაციას და დაეძრა თავისი არმია მძინარე ცხინვალისა და ჯავის დასაცავად 8-ში. ერის უმრავლესობამ კი ახლა რომ რატომღაც რადიკალური ოპოზიცია ქვია, იცის რომ რუს საზღვარი 7-შიც გადმოკვეთილი ჰქონდა და წინააღმდეგობა რომ არ გაგვეწია ტანკები თბილისში 3 საათში ჩამოვიდოდა. იგივე იცის მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ. ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, ევროკავშირი, ნატო, შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია და ნებისმიერი სხვა სინდისიერი და დალაგებული ჩვენს მხარდამჭერ განცხადებებს აუცილებლად 7 აგვისტოს აქვეყნებს. ეს ერთი მხარეა. მეორე ამბავი კი ისაა, რომ როგორც ყოველ წელს რუსეთის საპატრიარქო, ჩვენი ქრისტეს მიერი დები და ძმები, ჩვენი მიტროპოლიტები რომ ერთმანეთს ასწრებენ იქ ჩასვლას და ლოცვას და დისერტაციების დაცვას. აი იმ საპატრიარქომ თავის უმთავრეს ტაძარში, ხრამ ხრისტას სპასიწილა რომ ქვია მოსკოვის ცენტრში,
8 აგვისტოს ჩაატარა პარაკლისი. ციტატა. საქართველოს აგრესიის შედეგად სამხრეთ ოსეთის დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების, ცხინვალის მცველების, ოსი და რუსი სამხედროების სულებისთვის. ციტატის დასასრული. ღონისძიებას დაესწრნენ უღიარებელი სეპარატისტების წარმომადგენლები, ეგრეთ წოდებული საელჩოები მათი. რუსეთში ნიკარაგუას, ვენესუელას, სირიის ელჩები, მოსკოვის დუმის, სახელმწიფო დუმის, ფედერაციის საბჭოს, ანუ უმაღლესი პალატის წარმომადგენლები და სხვები. პუტინი არ იყო მოკლედ, თორე ყველა სხვა მიიყვანეს. კარგი, ეს გავიგეთ. მაგრამ მოსკოვში ქართველებიც ხომ არიან. ქოცები გვატყვევენ მილიონიო, მაგრამ 100,000 ხომ მაინცაა. სათვისტომო გვაქვს, ინტერესთა სექცია გვაქვს, რომლის საელჩოთ აღსადგენათაც პროჭურულელები ემზადებიან. აი, იმათ რაკნეს. აქ სრული დუმილია. არაფერი. მაგრამ აქტიურობს ხოლმე ოფიციალური კრემლის სანქცირებული სათვისტომო, რომელსაც გრძელი სახელი აქვს ქართველთა ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში. მისი ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე საკმაოდ აქტიური ფიგურაა, მიღებული სამთავრობო დონეზე და ვიფიქრე იქნებ ესარგებლა თავის სტატუსი და სულ მთავარ ტაძარში თუ არა, სადმე სოფელში მაინც გადაეხადა პარაკლისი დაღუპული ქართველებისთვის მეთქი. ცეცხლაძემ 7 აგვისტოს გამოაქვეყნა ირაკლი თოიძის ძველი ცნობილი პლაკატი დედა სამშობლო გიხმობდო. რატომ და სად გვიხმობდა დედა სამშობლო, ან რომელი დედა სამშობლო, ან ვის გვიხმობდა, ქართველებს თუ რუსებს თუ ყველას ერთად, თან მაინც და მაინც 7 აგვისტოს ეგ ამოცა და მე ვერ ამოხსენ. გათენდა დილა და 8 აგვისტოს მოსკოვში, რუსეთის ხალხთა სახლში, სამთავრობო შენობაში, სადაც ასეთ ოფიციალურ სათვისტომოებს აქვს ჩამორიგებული ოფისები. პოეზიის საღამო მოეწყო, რუსულად ნათარგმნი ქართული პოეზიის, რომლის წამყვანიც პირადად ცეცხლაძე იყო და იქ გაახსენდა ომის წლისთავი 8-ში. Пошли память всех русских, и осетин, и всех, которые пострадали в этом конфликте, и стать минутами мучения. ეს იყო და ეს. ზუსტად 13 წამი იდგნენ ფეხზე და გააგრძელეს ლექსების კითხვა. აი, 100-ია ვიზირებული ფსბ-სგან. 13 წამიანი დუმილი და სადღაც ერთ ოთახ შეკეტილი 20 კაცი. ქართველებთან ერთად აუცილებლად ჯერ დაზარალებული რუსების, შემდეგ ოსების ხსენება და ყველაფრის მონათვლა კონფლიქტად. არა ომად, კონფლიქტად. რაც ნიშნავს, რომ შარიანი მეზობელი მაგალითად მეზობელს მიუვარდა შენი რემონტის ხმაური მაწუხებსო, ან ჩემს ადგილას მანქანა რატო გააჩერე, ან ლიფტის ფულს რატომ არ იხდიო. კონფლიქტი ეგ არის. ის კი რაც 2008 წელს მოხდა, ომი იყო ბატონო დავით. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრა და 15 წლით ადრე ფაქტობრივად მომხდარი ოკუპაციის გაფორმება. პრობლემა ის არაა, რომ ამის თქმის უფლებას რუსულ სატელევიზიო ეთერში არ გაძლევენ, ან მიტინგს არ გატარებინებენ, ან ოფიციალურ პარაკლისს არ გახდევინებენ. რომ მოინდომო მოძებნი ფორმას კაცი, შეფარვით მაინც ამხილო რეალური დამნაშავე. პრობლემა ისაა, რომ თქვენც ბატონო ცეცხლაძე, თქვენი სათვისტომოც, თქვენი იქაური ხელისუფლებაცა და აქაურიც. ზუსტად ასე ფიქრობთ. შარიანი ქართველები მიუვარდნენ, გააღვიძეს მძინარე ცხინვალი, დახოცეს 2000 მშვიდობიანი ოსი და ყველაფერ ამას დიდი სიამოვნებითა და ხელების ფშნეტით უყურებდა deep state-ი. რომელმაც წააკეცა სააკაშვილი, მიდი ახლა შენ დაარტყი რუსულ არმიას და მე წყალს გამოგიგზავნიო. ხო, პრობლემა ისაა, რომ ასე გჯერათ, ამის გჯერათ და არა ომისა, რომელიც 1801 წლიდან არ დასრულებულა. და ამდენ ხანს არ დასრულებულა, რადგან თქვენ ორჯონიკიძეები, ორახელაშვილები, სტალინები, იგორ გიორგაძეები, ასლან აბაშიძეები, ფარცხალაძეები და ივანაშვილები მტრის მხარეს ხართ. ეს იყო ვაშა გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: Facebook-ზე, YouTube-ში, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემა.